წვნიანი, რომელიც დაგეხმარებათ ვირუსთან ბრძოლაში. თავარია ქათამი იყოს ნოსტე. ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად. ასევე ძალიან კარგი გამოდის ასეთი წვნიანი ბარკლებისგან. მოვამზადოთ ყველა საჭირო ბოსტნეული და მათ შორის ნიახური. მაგიდაზე ის ინგრედიენტებია, რომლებიც გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში და ასევე ანთებით საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. დავიწყოთ ძალიან არომატული და გემრიელი წვნიანის მომზადება. ცოტა ოდენი ზეითუნის ზეთი და მოვთუშოთ ყველაფერი ერთად. ხახვი, სტაფილო, ნიორი, კოჭა. ცოტა ხანში კი დავამატოთ დაჭრილი ქათმის ფილე და ისევ მოვთუშოთ. აუცილებლად ნიახური. საოცარი არომატი დატრიალდა უკვე და 2 ჩაის კოვზი კურკუმა. ამ ეტაპზე კი უკვე დავამატოთ ცხელი ბულიონი. სურვილის ამებს შეგვიძლია დავამატოთ ბრინჯი ან ვერმიშელი. და დავტოვოთ გაზ ქურაზე დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ კარგად მოიხარშება. გავიდა 15 წუთი და აი ისიც.